ოჯახი, რომელსაც ხელახალი გადამოწმების შედეგად რეგიონის სუბსიდიების სააგენტომ ფულადი დახმარება მოუხსნა, შემშილობით იმუქრება ჩვენი სიუჟეტი. ლურსმანაშვილების ოჯახის სოციალურად შეჭირებულთა პროგრამის ბენეფიციარები 2008 წლის დეკემბრის თვიდან არიან. 7 სულიან ოჯახში, რომელიც 3 მოუწყობელ ავარიულ ოთახში ცხოვრობს და მთელმაც სიმდიდრეს 20 ძირით ხილიში ადგენს, 2 ინვალიდია. მათ შორის ოჯახის დიასახლისი ქალბატონი მზია მეორე ჯგუფის, 28 წლის ქალიშვილი მზევინარ ლურსმანაშვილი კი პირველი ჯგუფის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გურიის ინვალიდთა ასოციაციის წევრი და მოსწავლეა. მზევინარი 14 წლის ასაკში სიმაღლიდან გადმოვარდნის შემდეგ დაინვალიდა და სავარძელს მიეჯაჭვა. გარდა ამისა, დაავადებულია ანემია ლეიკემიით. 10 ჯერ ოპერაციებს კიდე სასწრაფო დასაჭიროება ხერხემლის და ფიბრომის ოპერაცია. ოჯახს, რომელიც არც ერთი წევრი არ მუშაობს, არც ოპერაციის და არც მზევინარის ყოველთვიური პროფილაქტიკური მკურნალობის საშუალება არ გააჩნია. მათი ერთადერთი საარსებო წყარო და ფინანსური შემოსავალი ინვალიდობის პენსია და სოციალური პროგრამის ფარგლებში გაცემული თანხა იყო. ივნისის თვეში ბენეფიციარის ხელახალი გადამოწმების მიზეზი, რომლის შემდეგაც ლურსმანაშვილები დახმარების გარეშე დარჩნენ, ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით გამოსული ოჯახის კიდევ ერთი წევრი ზვიადი და მისი ახლად დაბადებული პატარა ელისაბედია. შვილი მაჩუკა პრეზიდენტმა საპატიმროდან, შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდი ერთზემი ჯაჭული, მე თვითონ მეორე ჯგუფის ინვალიდი, 7 სულიანი ოჯახი ცხოვრობს 3 ოთახში სწოროში, არავის არის სახსარი მე არ გამაჩნია, ეს იყო ჩემი სახსარი სოციალური დახმარება საარსებო წყარო გამომამზადენ პირიდან პენსიაზე ვიყავით ამოკიდებული თანს. იმდანაც შემეძინა 2 ქონებაა ჩემთვის შვილი და შვილიშვილია. მთელი თავრობა მიცნობს, რომ ლეიკემიანი ბავშვი, ანემია ლეიკემიანი ერთზე მიჯაჭვურს გამოაწვევს საარსებო წყარო პირში და თხოვს სამართალს ხელახლე კომისია, რომ მომიყვანოთ, გადამაკონტროლოთ ტელევიზიით, ყველასობა სად ცხოვრობს. დასაჯდომის კამი არ მაქვს სახში. ოჯახი დახმარების არაღდგენის შემთხვევაში უკიდურესი ზომების მიმართვას გეგმავს შიმშილობის სახით. სოციალური სუბსიდიების სააგენტოში კი უკმაყოფილო და განაწყენებული დახმარება მოხსნილი ოჯახებისთვის პასუხი ყოველთვის მოეძებნებათ. შეიძლება არცვლად დასაბუთებული ან თუნდაც მისაღები. თუმცა მაინც ფორმა გულისხმობს თავისთავში დეკლარაციის, რასაც ოჯახის წევრი გვესაუბრება, იმას წერს სოციალური აგენტი და ამის შემდეგ ყველა ფურცელზე თვითონ მოქალაქე, ოჯახის უფლებამოსილი პირი ვინც არის, აწერს ხელს. ანუ რეალურად მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ის ინფორმაცია რაც მოგვაწოდა ამ ქალბატონმა და რაზეც ხელი მოაწერა, ანუ თვითონვე მისი მოწოდებული ინფორმაცია შევიყვანეთ ბაზაში და ამის შემდეგ მოხდა ამ კულების დათვა. ანუ კონკრეტულად აქ საუბარი იმაზე, რომ თქვა სოცაგენტმა რაღაცა გააკეთა, ან განყოფილებამ რაღაცა გააკეთა, ამის თქმა არ შეიძლება. პროგრამა, რომ თავისთავად დაუხვეწელია, ამის მაგალითები ჩვენს რეალობაში მრავლად გვაქვს. არც იმის გარკვევაა ძნელი, რომ მიზანი და მიმართულება შეჭირებული ოჯახებისათვის ელემენტარული დახმარებისა და შეღავათების მინიჭების ფარგლებს საკმაოდ ცდება. ერთადერთი რაც მოპასუხე მხარეს ყველაზე კარგად აქვს სათავისოდ მორგებული, ეს ერთმანეთისკენ თითიშვერაა, თან გაუთავებლად სულ ცენტრისკენ. ოზურგეთის პროფესიული სწავლების სტუდენტებმა კონფერენცია გამართეს. თემა ზოგადად ტურიზმს, კერძოდ კი აჭარაში მათ მოგზაურობა შეეხებოდა. ოზურგეთის პროფესიული სწავლების ცენტრი პროფესიული ლიცეუმის ბაზაზე 2008 წელს დაფუძნა. სასწავლებელმა დაფუძნებისთანავე სასწავლო გეგმა გადაახალისა და მთელი რიგი სპეციალობებისა დაამატა. ერთ-ერთი გამორჩეული და სასურველი პროფესია, რომელზედაც დიდი მოთხოვნილება გაჩნდა, გიდი ექსკურსიამძღოლი იყო. სტუდენტები კონკურსის წესით შეიჭრნენ. 1 აპრილიდან კი ჯგუფმა სწავლების პროცესი დაიწყო. სასწავლო პროგრამამ, რომელსაც ახალგაზრდები გაივლიან, 10 თვეზე არის გაწერილი და თეორიულ ცოდნასთან ერთად სასწავლებლი სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებასაც იძენენ. გიდი ექსკურსიამძღოლის პროფილის სტუდენტებმა 3 თვიანი სწავლება შეაჯამეს და სასწავლო კონფერენცია გამართეს. მომავალმა ექსკურსიამძღოლებმა კონფერენცია აჭარაში მოგზაურობას მიუძღვნეს. ახალგაზრდებმა თავიდან აჭარის გეოგრაფიული და ისტორიული მდებარეობა ზოგადად მიმოიხილეს. შემდეგ კი სტუდენტებმა მოწვა უსტუმრეს ცალკეული ძეგლი თუ ღირსშესანიშნაობები თითოეულად გააცნეს. მომავალი გიდები დიდი მონდომებით ყვებოდნენ ამა თუ იმ ძეგლის ისტორიას. ეტყობოდათ, რომ მათ მომავალი პროფესია აინტერესებთ. საქმეს დიდი გულისყურით უდგებიან. ახალგაზრდებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში სასწავლებლის ხელმძღვანელობა და უშუალოდ მათი პედაგოგები ქეთინო მახარაძე, მარინა გიგაშვილი და ნანა გოგეშვილი ეხმარებიან. კონფერენციის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა ოზურგეთში გიდი ექსკურსიამძღოლის დროებით გამქრალ, მაგრამ საჭირო და აუცილებელ პროფესიაზე ისაუბრეს. ტურიზმის განვითარების წინაპირობად ღონისძიების დამსწრე ყველა სტუმარი თუ მასპინძელი და არა მარტო ისინი ექსკურსიამძღოლების არსებობას მიიჩნევენ. ადგილობრივი ხელისუფლება სტუდენტებს პროფესიონალებად